დღეს ჩვენ უნდა გვესაუბრა და ვისაუბრებთ კიდეც აი ამ რეპრესიულ პოლიტიკაზე, რომელსაც ეწევა პროტესტის წინააღმდეგ ბიზნა ივანიშვილი, მაგრამ დღის ბოლოს წამოგვეწია, ასე ვთქვათ, შიდა რეპრესიული საკითხებიც, რეჟიმის შიგნით მიმდინარე პროცესების და მაინც მინდა გკითხოთ ამის შესახებ თავდაპირველად, რა გავლენას ახდენს ეს თავად რეჟიმზე, ეს დასრულდება თუ არა დაკავებით ჩვენ ამას გავიგებთ, მაგრამ ცხადია რომ მნიშვნელოვანი ამბავია და განსაკუთრებით კიდევ ქართული ოცნების შიგნით ყოფი ხალხისთვისაც. იმიტომ რომ ეს ხალხი მართავდა ამ სისტემას კარგახნის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მოგესალმებით, მადლობა რომ მომიწვიეთ. მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ყოველთვის მთელი 13 წლის მანძილზე ოცნების ეს მონოლითურობა, მისის ერთიანობა ყოველთვის იყო რაღაც, რაც აღიქმებოდა მის საყრდენად და ეს ასეც იყო, ხო? ყველანი ვამბობდით, რომ თუ ოპოზიციაში თქვა ბევრი განსხვავებული აზრია, ბევრი შეუთანხმებლობა ხშირად იჩენდა ხოლმე თავს, ოცნების ეს ამბავი ბიზნა ივანიშვილი იტყვის და შესრულდება და არავინ ერთმანეთს არ დაუპირისპირდება მისი ამ რეპუტაციის თუ მისი მონობის გამო, ხო? რაც ხშირად გვინახავს, ფაქტი არის, რომ მორღვეულია. და ეს მოარღვია პროტესტმა, მოარღვია ლეგიტიმაციის კრიზისმა, რაც აქ ოცნებას და მოარღვია საერთაშორისო წნეხმა, სანქციებმა, ხო? რომ ბიზნა ივანიშვილს ისე ეშინია, რომ საფინანსო რესურსები შეიზღუდება მომავალში და უკვე შეზღუდული აქვს, იმიტომ თვითონ დასანქცირებულია, რომ მას როგორც ჩანს დაწყებული აქვს ახალი მიდგომა და ეს არის ამოღება ფულის საკუთარი ყოფილი შეგირდებისგან, რომელსაც ეს ფული მან აშოვნინა, როდესაც და ამიტომ კარგად იცის. ეს საინტერესოა, ივანიშვილს უწევს ამის გაკეთება ისედაც რთულ სიტუაციაში მყოფს. აი ფული ახსენეთ, ანუ ეს ხალხი რატომ გახდა ივანიშვილისთვის საშიში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მათ არ მოიქცეოდა ასე. როგორც ექცევა, ან საშიში, ან როგორც ვთქვით, ფულის წყარო, რომელიც მან უნდა დაიბრუნოს. ანუ ხალხის ფულზე ვსაუბრობთ, მაგრამ მათი გაგებით ივანიშვილმა უნდა დაიბრუნოს. რამე კოპირაითი არა აქვს რომელიმე გამოგონებაზე და ამით ფული არ უშევნია. ეს უნდა ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით სასარგებლოა მათი დაჭერა ივანიშვილისთვის და პოლიტიკური თვალსაზრისით ისინი საშიშები არიან და უნდა განეიტრალდნენ. აი ეს პროცესია. ეს პოლიტიკური თვალსაზრისით გალდა, ეს აუცილებლად რესურსობრივათაც უბრალოდ ერთი ჯიბიდან ფულის ამოღება და მეორე ჯიბში გადადება, იმიტომ რომ ეს მაინც ხო ქართული ოცნების მხარეს იყო ეს ფული. ეს ერთი, მაგრამ ეს ძალიან კარგად მეტყოლებს იმ შიშზე, რაც ბიზნა ივანიშვილს აქვს ზოგადად ხელისუფლების დაკარგვის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ისტორია ვიცით კარგად, ხო? ჩვენ ვიცით როგორ ამთავრებენ ავტორიტარები თავის ძალაუფლებებს და ისინი ამთავრებენ წმენდით. პირველ რიგში და წმენდა გულისხმობს პარანოიას. ეს პარანოია აშკარად ბიზნა ივანიშვილს ემჩნევა და მან როგორც ჩანს არჩია მის მონოლითურობის საყრდენს, რეპრესიების საყრდენი, იმიტომ რომ ეს ასევე კიდევ ერთი საყრდენია, ხო, ქართული ოცნების და სინამდვილეში ეს ბალანს უნდა ეფუძნებოდეს ყველა ძალაუფლება და ეს ყოველთვის მუშაობს იდეალურად, როცა ის ბალანს ეფუძნება. მაგრამ მან ჩათვალა რომ ეს ბალანსის დრო არ არის ახლა. კი, ბალანსის დრო არ არის. სწორედ ასეთ თulis ხოლმე ყველა ის ავტორიტარი, რომელიც მიდის და წავიდა კაცრად რეპრესიული მიმართულებით, ხო? ამას ამბობ. და მნიშვნელოვანი არის ის, რომ სინამდვილეში აი ეს საყრდენები ზუსტად ესე ირღვევა. თუ რაც უნდა აღქმა მისი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილეში ფაქტებიც კი ხშირად. თუ რაც უნდა უმტკიცოს, თქვა ღარიბაშვილის ოჯახმა მას ერთგულება, ხო, მან ხმაც მიცა ქართულ ოცნებას, მისი ოჯახი აზიარებენ და აყენა იმ დღეს. ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში აი დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაფერს თulis ბიზნა ივანიშვილს, მთავარია მისი აღქმა. და მისი აღქმა იმისა თუ ვისგან შეიძლება ელოდეს საფრთხეს, შეიძლება იმაზე უფრო ფართო იყოს, ვიდრე სინამდვილეში ეს საფრთხე არის. იმ ხალხის აღქმა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ურთიერთობდა ამ ღარიბაშვილთან, ორჯერ პრემიერ-მინისტრი იყო ლილუაშვილს, რომელსაც უზარმაზარი ინფორმაცია აქვს ყველაფერზე, რაც ხდებოდა. ის უპროსიც იყო ის ხალხი ახლა ფაქტობრივად ჩხრიკავს. ანუ ეს ხალხი რა აღქმებში ახლა როგორ დაბნეულები იქნებიან, ეს ყველა ვარიანტი ესე იქნება და მე მგონი აი დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადგა ის დღე, როდესაც ყველამ საქართველოში ქართული ოცნების მომხრეებმაც, რომლებიც ძალიან ცოტა არიან დარჩენილი, იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი უბრალოდ თანამონაწილეებად არიან დაყოფილები ქართული ოცნების ხელისუფლების კოლაბორანტებად, ხო, რომელიც რაღაც ხეირს იღებს და მათაც, ვისაც უშუალოდ ბიზნა ივანიშვილის წრე შეგვიძლია უწოდოთ, ყველამ ერთ დღეს დააფიქსირა, რომ უბრალოდ მომგებიანიც აღარ არის ბიზნა ივანიშვილთან ყოფნა, იმიტომ სინამდვილეში ეს რას მოიტანს, ხო? მოიტანს ან სანქციებს, თუ მასთან კარგად ხარ, თუ მასთან კარგად არ ხარ, მოიტანს რიჟვაძის მდგომარეობას. როდესაც შენ შეიძლება გაქრე, იმიტომ რომ ჩვენ ხა მოვისმინეთ, თუმცა სიმამრი ვერ უკავშირდება, ხო? ღარიბაშვილსაც ჩვენ არ ვიცით, რომელი
ქართული ოცნების წევრის სახლიდან შეიძლება გამოიტანონ ღარიბაშვილი ან გამოიყვანონ სხვადასხვა მდგომარეობაში. ეს არის უმძიმესი რეალობა საქართველოსთვის და მე არ მგონია რომ რომელიმე ქართულ ოჯახს უნდადეს აქ ცხოვრება. და საინტერესოა ისიც რომ ჩვენ საუბრობთ ხალხზე, ვისი ხელითაც ახლა ამას აკეთებს ივანიშვილი, ოღონდ არ არის ნათელი როგორია სათადარიგო სკამი, იმიტომ რომ მას ღარიბაშვილის შემოbrunება მოუწია, შემდეგ ახლა ღარიბაშვილი არის კობახიძე, მაგრამ კობახიძე თუ არ იქნება, მე ვინ იქნება, ანუ ეს ხალხი, რომელიც მას მოყვებოდა, შემოეფანტა. თვითონ კობახიძის ფლანგიც გადაწელილია რესურსულად, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ გვახსოვს მაგალითად შემადგენლობა ძელი არ არის. სუსის უფროსის ცვლილება, რასაც ბიზნესში რაშკარად უკმაყოფილო იყო უბრალოდ იმ რეპორტებით, რომელსაც აძლევდა ოხანაშვილი და ბარემ იყოს ის ადამიანი, რომელიც სინამდვილეში მე აკეთებდა ხოლმე საბოლოო განმარტებას. ანუ მდინარეზე ხო სინამდვილეში აი მათი რესურსიც აი ამ кейსმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ძალიან ამოწურვადია. და უბრალოდ ეხლა ცდილობენ რომ რაღაცნაირად ბოლო ფეხების დაბაკუნება გვაჩვენონ ეს აკრძალვაც, ეს ახალი კანონებიც, რომ სინამდვილეში გვაჩვენონ, რომ აი ძალიან ცოტა პატარა ფანჯარა გვაქვს ჩვენ დარჩენილი, რომ ქვეყნიდან წავიდეთ. იმიტომ რომ სინამდვილეში ეს არის ერთ-ერთი რაც გადაალჩენთ. ხო, ეს ყველაფერი ამდენი თავსატეხი ივანიშვილს არ ეკნებოდა თუ არა ის პროტესტი, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. პროტესტი და დილეგიტიმაცია არ თანამშრომლობა პარლამენტში არჩეულია, არჩევნებიდან მოყოლებული, ხო, პოლიტიკური პარტიების პოზიცია, შემდეგ 28 ნოემბერი და საზოგადოების ეს კიდევ უფრო მასობრივი გამოსვლა და უწყვეტი პროტესტი აგერ ერთი წელი გადის პრაქტიკულად და ეს პროტესტი არ წყდება და ივანიშვილი იღებს და იღებს ახალ ზომებს. მას პრობლემა აქვს, აი როგორი საინტერესო იყო ის სიტყვები, რომ არ იმუშავა, თავადვე თქვეს, რომ არ იმუშავა რაღაც კანონმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მიიღეს კანონი, საკუთარ თავს უწოდებენ ხელისუფლებას, უწოდებენ სახელმწიფოს, მაგრამ სახელმწიფო მისავე მიღებულ კანონებს ვერ ასრულებს. ეს თქოს თავისი პირით და ახლა ამბობენ, რომ უნდა მიიღონ კიდევ უფრო მკაცრი კანონი, რომ ამან იმუშაოს. ოღონდ კანონმა კი არა, შიშმა იქნებ იმუშაოს ამ კანონს. ეს არის მან მნიშვნელობა. ხო, და ახლა მაინტერესებს უკვე აი ეს ძირითადი პრობლემა მიმოვიხილოთ. როგორ უნდა გაუმკლავდეს საზოგადოება აი ახლა ამ ახალ შემოტევას. ერთადერთი რამ სოლიდარობითა და სიმტკიცით. მეტი არაფრით. არ თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და ვიყოთ არ თანამშრომლობაში აუცილებლად რეჟიმთან. ამან მოგვიტანა ყველაფერი ის რაც დღეს ხდება, ოცნების დილეგიტიმაცია რომ არა, საერთაშორისო წნეხი რომ არა, სანქციები რომ არა, მას არ ექნებოდა მორღვეული დღეს მონოლითურობა. რომ არა ეს ყველაფერი მას არ ექნებოდა შიში საფინანსო რესურსების შეკვეცისა, რომელიც შიშის დიდი აქვს, ხო? და ამის მერე რჩება მხოლოდ რეპრესიული მექანიზმი, რაც მის ხელში არის და ეს რეპრესიული მექანიზმი უკვე მოტრიალდა ქართული ოცნების წევრების მიმართაც კი. ანუ ეხლა დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ ეხლა ხელისუფლებაში რო იყოს პროდასავლური კოალიცია, არავინ ასე არ მოექცეოდა არც ღარიბაშვილს, არც რიჟვაძეს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ეს ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებზე უნდა იდგეს და თუ თავისუფალი სასამართლო რაღაცას გამოიძიებს, ამ მეთოდებით არასდროს გამოიძიებს და ამ მეთოდებით არასდროს გაუსწორდება ადამიანს. ეს არის მნიშვნელოვანი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათთვისავე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, მათგან ხალხდამჭერას ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში არ ველთ. ეს არის ინფანტილური, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, მაგრამ სინამდვილეში მათგან ველით დასუსტებას, იმიტომ რომ ისინი თუ განუდგებენ ქართულ ოცნებას და ისინი თუ შიშს თავისას მისცემენ იმ კონკრეტულ გზას, რომელიც აუცილებლად ექნება, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანს არ ეშინოდეთ იმის, რაც დღეს ხდება. აჭერინებენ ყოფილ უფროსებს, ორი კვირის წინანდელ უფროსებს აჭერინებენ თანამშრომლებს, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანია ის, რომ 26 ოქტომბერი მოდის, ეს არის ერთი წლისთავი გაყალბებული არჩევნებისა და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მეტად გავაგებინებთ ერთმანეთს სინამდვილეში რისთვის ვიბძვით, ეს გაგვამარჯვებინებს, იმიტომ რომ სინამდვილეში ვიბძვით იმის, რომ დავიბრუნოთ უფლება, ავირჩიოთ ჩვენ ხელისუფლება და სწორედ ამას ემსახურება ეს აქცია, რომელიც იქნება. დიახ, და აი ამ აქციის კონტექსტში და ზოგადადაც დაგისვამთ ბოლო შეკითხვას ჩვენი საუბრის მიწურულს. მნიშვნელოვანი არის ის, რაც თქვით, რომ სოლიდარობა ასე ვთქვათ, ენერგია, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი გაგრძელდეს. როგორ გესახებათ, ეს როგორ უნდა მოხერხდეს, როდესაც ემუქრება რეჟიმი, რომ აი მოვალ და დაგიჭერ ჩაქსვამ ციხეში, იმიტომ რომ შენ აკრძალავ ეს პარტიების ნაწილში კიდევ, როდესაც შენ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება გინდა და მე არ მინდა რომ ეს უწყვეტი პროტესტი გააგრძელო, მე მივიღე კანონი, რომ შენ ჩაქსვა ციხეში, თუ კი რუსთაველზე მიხვალ და გადაკეტავ. მე აბსოლუტურად მესმის, თუ კი ბევრნი ვიქნებით,
მაშინ ეს ვერ მოხდება. ყოველდღიურად თუ კი ვიქნებით ბევრი. ან არ ვიცი, ფორმების ცვლილებაზე შეიძლება მიდიოდეს ასევე საუბარი. მოკლედ, თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ახლა ამ სიტუაციაში, რომ უწყვეტი პროტესტი არ შეწყდეს, ანუ არ მივიღოთ სურათი, როცა ივანიშვილი იტყვის, რომ აი მე პროტესტი დავასრულე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენი მზაობა ვიბრძოლოთ ბოლომდე არის უფრო ძლიერი ვიდრე მისი რეპრესიული მანქანა. და სწორედ ამიტომ ჩვენ ვამბობთ 26 ოქტომბერს შევიკრიბებით. ეს მას ძალიან მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ რაც არ უნდა გააკეთოს 26 ოქტომბრამდე, ის ისევ გადაიკეტება, ისევ ძალიან ბევრი 1000 ადამიანი შეგროვდება და ჩვენ მოვემზადებით ყველა იმ დღისთვის, როდესაც კიდევ იქნება საჭირო პროტესტის გაგრძელება. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მან იცოდეს, რომ ნორმალიზაცია ქვეყანაში ვერ დადგება, თუ კი ის არ წავა ხელისუფლებიდან და ყველა ვინც დღეს კიდევ მის სამსახურში რჩება, მათაც იცოდნენ, რომ ნორმალიზაცია ვერ დადგება. ან მობილიზაციის პრაქტიკული შესაძლებლობები დარჩენილია. დარჩენილია აუცილებლად. პოლიტიკური პარტიები იქნებიან ამაში აქტიურად ჩართული. ის ინიციატივა, რაც ჩვენ გავაჟღერეთ, მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც რაღაც განხეთქილება შემოიტანეს და დაბრუნდნენ გარკვეულწილად თანამშრომლობაში, მაგალითად გახარე, ან ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აშკარა შეცდომა დაუშვა, ხო, რომ ნაციონალურ მოძრაობა, ისინიც დაუბრუნდნენ ამ წიაღს, პროტესტის წიაღს, ქართველი ხალხის ბრძოლას და მე ვფიქრობ, თუ ის მაგალითად ლელო გახარია უარს იტყვიან საკრებულოების შესვლაზე და შემოუერთებენ ამ აქციას, ეს კიდევ իդეალური შესაძლებლობა რომ კვლავ ერთად დავდგეთ ყველანი. ისევე როგორც თუ ნაცმოძრაობა გაგვაგებინებს რაში მოვალეობის აღდგენის პერსპექტივას. არის, მე ვფიქრობ, არა მხოლოდ პერსპექტივა, არამედ შესაძლებლობა არის. ეს არის ნამდვილი შესაძლებლობა და 26 ოქტომბერი არ არის შორილი რიცხვი, ჩვენ დარწმუნებული ვაჩვენებთ ერთიანობას, ვაჩვენებთ ძალას, რომელიც აქვს ქართულ პროტესტს და ვაჩვენებთ თავარ რამეს, რაც ბიძინა ივანიშვილის არის დღეს უმთავრესი. არ დადგება ნორმალიზაცია თუ კი ის არ წავა ხელისუფლებიდან. მას თუ გონია რომ მოვა რაღაც რიცხვი, როდესაც ერთხელ ამბობდა რომ 20 იანვარი მოვა ხო და ტრამპი მოვა ხელისუფლებაში და რაღაცნაირად გადავჭეთ. მე გადაიწია და ეხლა 4 ოქტომბერს ყველას აჯერებს რომ არ დამთავრება. თუ კი არა ასეა რომ აი პროტესტის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ანუ ეს პირობა ერთგვარი რაც ახლა მოვისმინეთ რომ თქვა იქნება იქ თუ გახარიები რომ აი არ შეხვიდეთ იმ საკრებულოში და ამ შემთხვევაში ვითანამშრომლეთ თუ რესურსია საჭირო არ ვიცი იყოს თქვათ იმ საკრებულოში და მაინც პოლიტიკურად სწორია თვალი დავხუჭოთ რაღაცებზე და მე ვფიქრობ რომ პოლიტიკურად შესაძლებელია გავაპატიოსნოთ პოლიტიკური პროცესი სადაც მაგალითად ანუ ერთგვარი პირობა ასე გამოდის მე ასე ვფიქრობ ეს არის პირობა რომელიც არის ქართული საზოგადოებიდან წამოსული ჩვენ ამ აქციას როცა ვანონსებდით როგორც იცით ჩვენ ეს დავაანონსებდით პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ორგანიზაციებთან ერთად რომელიც აქტივისტური ჯგუფები არიან ყველა ამ ადამიანის ამ პარტიებს შესაბამისი განცხადებით ელოდებით 26 აუცილებლად ველოდებით და მე ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ადგილი სადაც შეიძლება მოვიდნო. ანუ საკრებულოში არ შევდივარ და უბრუნდები. მე დაწონებული ვარ მათ სინამდვილეში უნდა რომ ბიძინა ივანიშვილისგან გათავისუფლდეს ეს ქვეყანა და შეიძლება რაღაცების გამო ეს პოზიცია ეს თქვენი სურვილი ამ შემთხვევაში თუ შეგიძლიათ თქვათ რომ ამაზე რამე კომუნიკაცია იყო მაგალითად ლელოსთან, გახარიასთან რომ მოდი საკრებულოში ნუღა შეხვალთ საკრებულოში და შეიძლება ჩაითვალოს ძალიან საჯარო არის და ეხლა პირდაპირ შემიძლია მივათო თქვენს ანუ წინადადებაა ეს. კი ბატონო. ესე შეგიძლიათ ალბათ შეხედოთ მე ვფიქრობ მე არა ვარ ერთ-ერთი ვინც ამას ამბობს ბოლო დღეებში და მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია რომ მათ დააფიქსირონ პოზიცია იმიტომ რომ ხალხმაც უნდა გაიგოს ეს ადამიანები ჩვენ ბრძოლაში ისევ არიან თუ არა და მე ვფიქრობ ძალიან კაი შესაძლებლობაა რომ ყველას გაგვეხარდება თუ ეს ასეა და ასევე რაც მინდა თქვა რაც თქვენ ახსენეთ იმასთან დაკავშირებით ამ ხელისუფლებამ თვითონ აღიარა რაღაცა თავის მიღებული კანონების შესრულების ძალა აღარ აქვს ეს ნიშნავს ჩამოშლის პირველ ნიშნებს და ის რომ ეს მონოლითურობა ისე ირღვევა რომ მათ ერთმანეთის დაკავება ჩხრეკა უწევთ ეს არის ჩამოშლის პირველ ნიშნები ძალიან ცოტა დარჩა უნდა გაუძლოთ და გავიმარჯვოთ მადლობთ